ვცნობთ გამოშვებას ვიწყებთ დაუჯერებელი ამბით. აფრიკის დასახლებაში მშენებარე ეკლესია დაანგრიეს. ირკვევა, რომ ტაძარს, რომელსაც მოსახლეობა წლები აშენებდა, ბულდოზერებით მიადგნენ და ნანგრევებად აქციეს. ადგილობრივი მოსახლეობა მომხდარით შოკირებულია. ამბობენ, რომ სამლოცველოს ასაშენებლად კურთხევაც ჰქონდათ, მაგრამ ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა არავის მოусმინეს. ხალხი ამბობს, რომ ერთადერთ სამლოცველოში აღმართული ჰქონდათ ჯვარიც. რა მოხდა აფრიკის დასახლებაში, დეტალების გარკვევას ირაკლი ბახტაძე ცდილობს. ირაკლი, გისმენთ. პატრიარქის ლოცვა კურთხევით აშენებული ერთადერთი ეკლესია, რომელიც აფრიკის დასახლებაში მდებარეობდა, გუშინ დედაქალაქის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა დაანგრიეს, როგორც ადგილობრივები პირველებს უყვებიან, გამთენისაც გამოჩნდნენ ბულდოზერები აფრიკის დასახლებაში, მიუხედავად იმისა, რომ მათ სცადეს დედაქალაქის მერიის თანამშრომლების დარწმუნება, რომ ტაძარი, რომელიც აფრიკის დასახლებაში მდებარეობდა, პატრიარქის ლოცვა კურთხევით იყო აშენებული, ეს არ აღმოჩნდა დამამკოლებელი გარემოება და ერთადერთი ტაძარი, რომელიც აფრიკის დასახლებაში მდებარეობდა, გუშინ დილითვე ბულდოზერებით დაანგრიეს. ადგილობრივები ამბობენ, რომ 14 წლის განმავლობაში აშენებდნენ ამ ტაძარს კონკრეტულ სასულიერო პირებთან ერთად და მათ აჩვენეს ფოტოები იმისა, რომ ამ ტაძარში ისინი ლოცულობდნენ კიდეც, თუმცა ეს გარემოებები არ აღმოჩნდა დედაქალაქის მერიის წარმომადგენლებისთვის დამამკოლებელი და როგორც უკვე გითხარით, ტაძარი მიწასთან არის გასწორებული. აღმართული იყო ასევე ჯვარი, რომელიც ფაქტობრივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება იყო იმისა, რომ ეს იყო ნამდვილად ეკლესია, სადაც მოქალაქეები დადიოდნენ სამლოცველოდ, თუმცა ეს არ იყო, როგორც ჩანს, მთავარი გარემოება მერიის თანამშრომლებისთვის, რადგან მათ თხოვნის მიუხედავად ტაძარი მაინც დაანგრიეს. ტაძარი არ აღმოჩნდა ერთადერთი, რაც დაანგრიეს დედაქალაქის მერიის თანამშრომლებმა, იქ მყოფი ადამიანები პირველებს გვიყვებიან, რომ ფიცრულები, სადაც ისინი ცხოვრობდნენ, რომელიც საბანკო ვალდებულებებით ჰქონდათ აშენებული, ეს ფიცრულებიც დაუნგრიეს მათ, მიუხედავად იმისა, რომ ელოდებოდნენ ისინი დედაქალაქის მერიის მხრიდან, რომ დაემტკიცებინათ ეს კონკრეტული მიწის ნაკვეთები და ვადა ჰქონდათ ამის მიუხედავად ეს საცხოვრებელი სახლებიც მიწასთან გაასწორეს. ადგილობრივები ამბობენ, რომ მთელი ღამის განმავლობაში ისინი ქუჩაში ცხოვრობდნენ და ქუჩაში